Avarda video, avarda. Не пришли, как мои. Но только, говорит, прошу, то говорю, раз гуакоч, здесь руарда разживет. Тот ангел марбес ролас. Такой хуйня. მე მგონი ეგ რაღაცად მიხარო. მე კარგად არის მოსაფიქრებელი და მე მგონი შეიძლება თვალე 10 საათი საერთოდ არ გავართ ალაპარაკო ხალხთან. რა შეიძლება მაგათ ალაპარაკო? ეგ დღე ლაპარაკი, მე მგონი ეს ლაპარაკი და შეწყდეს და როგორც არიან ისე იყვნენ ჩაიხოთთან თუ ჩაზახოთთან. საქმე ის არის, მათ სასარგებლოდ არის ეს ნათქვამი, თორემ მე კი არ მაინტერესებს მაგის არც მოკვლა და არც ის როგორ იქნება. თუ უნდა და დაждდეს იქ სამთარი სათიოს, მაგრამ მე ვეუბნები რომ თუ არ მესვრით, კი გენაცვალე გაძლევს პირობას იმისას გარანტიას რომ არავისი ჩვენ არ გვაინტერესებს, მოკლა გადმობზანი და დასტავი დადომა მიტრონოდი თუ ცელო მსახრამაზეა. ახლა ჩემი მოსაზრება არის ესეთი რომ თქვენ აქ რო დგეხართ, ხო? უნდა გაამაგროთ თქვენი პოზიციები. იმიტომ რომ ჩემი მოსაზრება ეგეთი რომ იგით რომ მიდის ბათქალბუთკი და სროლა. ისინი ვარ გაჩერდნენ. ესენი იკრიბებიან ან ძალას იკრიბებიან. ან თქვენ აწამალი აკლიათ. ანგეთი აპირებენ რომ ჩვენ ცოტა მოდუნდეთ და მე კიდე გადმოვიდნენ და გაიფათონ ამ სოფელში და მე მაგათ შეკრება იქნება ძალიან ძნელი და მაგათი გზისებია. გამდევნე. მაგენი კი არა, ვერავინ ვერ დაადგავს თავს და არ გეწუნოს და არც შენ გეუნები მე სად რამდენი რამი ხენი. ეს ყველა მე ვიცი რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და რანაირად. იმიტომ რომ მე მინდა პირველ რიგში რო არ მოხდეთ, მედრობასაც და მიყვართ. თუ არა და მაგას ის არ დაესიზმრებ, მაგირო ფიქრობ, კრუგო მალყა აქ მაგას შემორტყ. თუნდა დარჩეს ასე. არა, მან უთხრა ეხლა ამას აქტირობა მიცემული პატიოს ხოლმე. მაგასაც ეს ჯერა, მაინც ეშინია რომ ტანკებმა რო არ იმას გვიქნანა, გვესროლონა. ეს იქნება დარღვევა ჩვენი მოლაპარაკების და მან უთხრა გამორიცხულია და სწორედ უთხრა რა. მაგრამ ეხლა იმას უკვირს აქ ბევრს აინტერესებს. რაშია საქმე და მიდის იმას კი გონი ეს ბევრი იმიტომ რომ უნდა შეჭამა. მაგრამ იმიტომ აინტერესებს ხო ხედავდი ფაგერ ეხლა რამდენი ამონალი ჩამოვიდანეთ, რამდენი პოტივტანკოვი იგენი ჩამოვიდანეთ, ნუ სავსე კედლები ნუ ყველ დირკაზე შევძვერით, ყველა დირკაზე პროვოდები დანაღმული სულ. Mano. Somos no bit para. Essa guerra é que
თავია იქ რო გდია? არა. ეს სხვა თავია? აი აქედო, ეს. ვინა გადაგიტრიალე. არა, რაც გადაგიტრიალებთ ძახა. წამო. წამ. ლაბერს ხედავენ ამ. საიდან გულწო? გადაკეთილია, საიდან გადაკეთილია, დასწავლია რა. ეხლა მაყუჩი რიგდებიან, ეგენი და ეგარი, დრო უნდა დავუყო. ასეს ეგრე, იმაზე რომ აფხაზები არ მოდიან, ფერი დაუვიძე და ეგენი მოდიან, ფერი დაუვიძე და როგორი დასწა. ეს რა თქმა. წინა პოზიციებზე იბრძვით. აგერ უკვე რამდენი ხანია. თქვენი განწყობა გვაინტერესებს რა. მე რას გულისხმობ განწყობაში, ისეთ ხიარული განწყობა რო იქნება თავისთავად ამდენი ბიჭები დაიღუპენ, დაიჭრენ. საბრძოლო პოზიციებია და თავისთავად, რა თქმა უნდა. საბრძოლო განწყობას, აი თქვენ პირადულ განწყობას იმ მიმართულებით, რომ ეს საქმე, რასაც თქვენ ემსახურებით დღეს, საქართველოს რო ჭირდება. აი ამაზე იქნება ორი სიტყვა მეთქათ რა. განწყობა როგორ მოგახსენოთ, აი ძალიან ბევრი ბიჭები დაგვეღუპა და იმ პერიოდში, როდესაც ეს ბიჭები გამოგვეცალნენ ხელიდან და დავკარგეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე წუთები იყო ჩვენთვის და ძალიან ტრაგედიული განცდები, რის გამოც წყობა შეიცვალა და ყველაფერი და ნუ პერიოდულად, როდესაც გადავდივარ წინა ხაზზე და უყურებთ იმ ბრძოლას, რომ მომატებას ვაკეთებთ იმ შეტევებიდან, ერის საკეთილდღეო და ვაგრძნობინებთ იმას, რომ არა ვართ ბოლო-ბოლო ისეთი უსურსური ხალხი, რომ ვერ დავიცვათ ჩვენიერი და ქართული მიწავილმეს გავატანოთ და ისინი ამ დროს მიდიან უკან და გვეცლებიან ხელიდან და უხოცავთ, რა თქმა უნდა, სრულიად უფრო სამხიარულო და სასიამოვნო განწყობაა და ხასიათი გვეცვლება. ნამდვილად გასამატებელი არაფერია. საერთოდ ძალიან საწყენია რომ ამდენ კარგი ბიჭები დაგვეღუპნენ და დაგვეხოცნენ, მაგრამ ის სასიხარულო ამბავი რომ ჩვენ დღევანდელ დღეს უკვე მივახციეთ იმას რომ გამარჯვება ახლოა და ყველაფერი კეთილად დამთავრდება, ეს დიდად სასიხარულო და კარგი ამბავია. სადაც გზანდებით? ბორჯომელი მოხალისეთ ვარ ჩამოსული.
თუ შეიძლება მე რუსულად ვეთქვი. აი ჩვენ რო აი ბატონო გია რო თქვა ხო სულ პირველად აი რო ორი ბიჭი как это которые погибли 2 человека на ЛТЛБ это которыми первый который вынесли первого это ну как это пленника взяли на второго короче у нас когда погибли 2 человека лично я взял его в руки и прямо посадил в ЛТБ первого пленника и как говорится я не хочу чтобы больше такое было чтобы у нас смерти, чтобы больше не было. Я хочу, чтобы была только одна только дружба была между всеми народами. Это уже почти все надоело, если честно говорить. И воевать и автомат держать, применять пулю против человека, это грешно. Я не хочу, чтобы больше было войны. Пускай будет мир. Вы откуда? Тбилиси. Офицер. ანუ ბატონო გია მართალიბძან აქ ბევრი ისეთი ბიჭი არის ჩამოსული რომელსაც ავტომატი პირველად შეერია ხელში არასოდეს არ იცოდნენ არ გასულ არაფერი მე პირადად გამოცდილება მაქვს მიღებული ავღანეთში იქ მართალია ტყუილო მიიღო თუ მართალო მიიღო იქ მომიწია მაგრამ აქ უკვე ჩემი მიწის და კი და კიდევ უკვე ჩემი მიწის გულისთვის ბრძოლობ ნამდვილად ჩემი მიწის გულისთვის რა შემეძლება ჩემი ძალით და ჩემი ღონით ყველაფერს გავაკეთებ ისე რომ საქართველოს გამოვადგე ყველაფერს თქვენ საიდან მზადებ მე თბილისელი ვარ საბრძოლო გამოცდილება საკმაოდ დიდი ქონიათ. აი ბიჭებს როგორ აწყობთ? თქვენს გარშემო ვინც იბრძვიან? მე მადლობელი ვარ ყველა ბიჭის იმიდან რომ ყველა არის გული და სულით აქ. ყველას აქვს განწყობილება საბრძოლო ძალიან უმაღლეს დონეზე და ყველა ესე იგი ყველას ერთი ფიქრი აქვს რომ გააკეთოს ის როგორც საქართველოს სჭირდება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა ბიჭების. სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით. შემიძლია ერთი თქვა რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქართულ მიწას და განწყობა ქართულია. მეტი არ შემიძლია არაფერი დავამატო. ვიცავთ ქართულ მიწას, რომელზედაც უნდა იცხოვროს ყველა ეროვნება, ვისაც სურს იცხოვროს ქართულ მიწას. და ვისაც ამის საშუალებაც აქვს და სურვილიც აქვს, მოვიდეს, დადგეს ჩვენს გვერდით და ააშენოს ეს ქართული მიწა, ქართული კერა, ქართული სახლი და დადგეს ჩვენს გვერდით. ეს ბრძოლა, რომელიც ესე იგი აც იყო საერთოდ არ უნდა მოხდარიყო, მე მგონი სულშკარა დამთავრდება. და აუცილებელი არის ალბათ. მალოთ რუნათად ისეთები გვეუბნებიან რომ სახში არ იციან და ეკრანზე ნუ გადაგვეღებთ თქვენც ეს ახლა ჩვენთან უკვე იციან სახში მართალია მაგრამ მაინც მშობელი მაინც მშობელია და მშობელს ხომ იცით რა განწყობა სხვანაირია და ის ურჩევნია თავიშვილი გვერდზე ყავდეს ვიდრე ისე რა შემიძლია მე თქვა აქ მიმდინარე ბრძოლებზე ერთი ის გამოჩნდა რომ აუცილებელია რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის იდგეს იმ დონეზე და ისე განწყობილი, რომ ყველა აგრესორს გასცეს თავისი პასუხი. ყველა მტერს აბსოლუტურად შიგნიდან იქნება, გარედან იქნება თუ ვინც იქნება. ეს დაგვანახა ამან. დაგვანახა რომ ჩვენი საზღვრები დაუცველია. რა ვიცი, ალბათ პირველ რიგში ამას უნდა მოევლოს. ხოლო რაც შეეხება აფხაზებსა და აფხაზეთს საერთოდ ქართულ მოსახლეობას და აფხაზ მოსახლეობას ჩვენ ვიბძით არა მარტო ჩვენი მოსახლეობისათვის, არამედ აფხაზებისათვის. იმიტომ რომ ჩვენ გადარჩენა, მაგათი გადარჩენაც არის. და ოდითგანვე ერთად ვიცხოვრია და ალბათ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ვერ წავალთ, ერთ სამხარეს, ერთ მეორე მხარეს. იმიტომ რომ ჩვენი ტრადიციები და ჩვენი ფესვები ისე ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ არ არსებობს. ხოლო ის ხალხი, ვინც ურევს, არა ვინც ზევიდან ურევს, ვისაც რაღაც პოლიტიკური ამბიციები აქვს, ვინც იბრძვის იმისათვის, რომ რაღაც ან საქართველოს მოსტაცოს, ვიღაც სხვას მიუერთოს და რაღაც ეს სულ ტყუილუბრალო ცდელობაა და არაფერი არ გამოვა ამისაგან. აი როგორც ატყობთ სიტუაციას და რაღაც ჩვენი საქმე მოგებულია და მოგებული იქნება რა, მესემწავს. ალბათ. დიდი მადლობა ღმერთი თქვა. აღმოჩნდია. ჩვენი პროფესორი სამეთო რაღაცა იყავი. კი, როცა გაიგებდი რა. ეხლა სად იცი, აი რა იციან, სად ახარ? არ იცი რა. სახში არ ახარ, სად ახარ? თბილისში მოვიდა. რამდენი ხანია რაც ახარ? კვირანახევარი იქნება. ყოველ კაცო საერთოდ არა, საერთოდ კი არა, გავიდეთ, მაგრამ შეიძლება
აბა აკეთრა ძმურად მოდი რა აი მოყევით რა ეს ამბები რა თუ შეგიძლია ვაფერი ახლა ჩვენ რა იყო იცი გასულებული ყავს მაგრამ წედებში ეს მანქანა რო შემოვიდა და ვაფერი რა მე 21 მანქანა ხო ბიჭები დაიხოს ის შემოვიდა მე მისახმარებლა და ეს მეორე მინაზე აკეთე და უფრო იქ На первой машине, которую поехали, которую взяли первого мы пленного, который езжал вон там лежал. Первого пленного взяли, посадили в машину, отвезли обратно. Ехали мы уже за вторым пленным, который уже был уже бит, уже живой. Когда приехали, прямо подорвались миномине. Первая машина, которая подорвалась. После него вторая потом машина подорвалась. МТЛБ, которые били два буржуйских парня, которые скончались. На месте прямо скончались, сгорели. Пойдемте покажем, где лежали. Ой, какие кубины. Вот взяли первого пленного с этой вором. Საერთოდ არ მოვიყანოთ პირველი დაჭერილი. სულ პირველად რომ მომედით. ჩეჩენი იყო პირველი და მეორეც. მეორე ეგდო აი აქ. მესამე იქიდან უკვე მკვდარი იყო მანქანასთან პირდაპირ. აი ამის და მეორეს წამოსაყვანად მოდიოდით უკვე როდესაც აი ეს პირველი ამბავი მოხდა. შემდეგ უკვე ეს არაჩვენი თქვენი გვერდით რომ მოხდა რა მოხდა. I am just a photo. Вот это зашли вот он. Это еще один передатель его. Я хотел бы на генерал дадиода. ხიდი არ ჩანს არა აქედან 200 მეტრად აქედან რა არის მანდა? პირველი დაჭერა რომელიც ამბანდა შეთან იმაში რა დაიცვალა. ეს აფეთქდა აქ მინა? უბრალოდ ესროლის. ჩვენმა ბიჭებმა ესროლეს და ოღონდ დარჩა დაჭერილი რა და ჩავიდა ამაში.
იარე თქვენი ფრისიდან კამერა სულად მომწონს და ფოტოგრაფია ეხლა Обокрали, пускай обокрали, лишь бы мы это живые были. Что это такое? Ой-ой-ой, как не переживать. Лучше бы мы уехали бы в Грецию. Лучше бы, брат мой уехал, все уехали, я продать не можем никому. Было лучше, чем в Греции. Вот потому Нет, и глаза бы лучше не видели вот эти ужасы. Лучше бы глаза не видели. Ах, მისობელია კიდე რუსის ტალია კიდე. ეს არ გასულა არსად, აქ იყო ყოველთვის. ამ პრობლემის დროს რო იყო და იყო სულ საერთოდ არ გასულა აქ და არსად არ გასულა, ყოველთვის იყო არ. თქვენ ამდენი ხანი არ გქონდა. მე ერთი კვირა რაც აი პირველი შეტაკება რო იყო, მეორე შეტაკება კიდე მარტო დარში საცი ვიყავი მარტო. მე 8 საათი გავედი და წავედი ცოტა რომ იწყნარდა. იმის შემდეგ არ მოვსულ ვარ გუშინ წინ 1 საათით მოვედი და მე დავინახე რომ ყველაფერი დამტვრებული იყო, წავედი შემიშინდა. გუშინ მოვედი კიდე. ყველაფერი გაუჩანაგებია, ყველაფერი წაუღია. Si comitri dal coup de semaine, on va le cicatrice, vous êtes écoutés. On va le cicatrice, vous êtes. Acroc artișeu, dar am spus aici. La presa un trivia, că vi dau prieteni, vi dau un prieten. И была трудовая придам, трудовая помогла. Хай моги де гуляра пошиали, арзлетовки, самевская ялта трамаси не патиамитки. Рамази მიეცნა ყველაფერი მეთქი. მეორე დღეს მოვედი ყველაფერი წაღებული.
ჯანდაბა სողომშვიდობა იქნეს და არაფერს თავია ყველაფერი წაიღო და უფროსი ბიჭის ისა ფოტოები აიწეს. შიშის ფერდარია. Televizoru kes audio.
ფაქტები რომ ჩამოსული ჩეჩენები და ისინი უკვე გაჭერილები ვინც არიან გულრიფშის რაიონში, აი იქით გაგრის მხარეს, იმათ ყველას ჩაწერა აქვს აფხაზური. აქაური ჩაწერა აქვს. უკვე აქვს აქაური ჩაწერა? უკვე ჩაწერა აქვს აქაური. ემზადებოდნენ წინასწარ რომ ამ კარგშენია კოთხში ბუნებრივია კარგია. ფაქტურად ეგენი ბრძოლებენ, მაგრამ ეხლა არის მონაცემები რომ მაგათაც უკვე ყელში ამოუვიდათ რომ თვითონ ჩამოდიან ბრძოლებენ და აფხაზები კიდე არ აჩანან. იმიტომ ეს აფხაზების ინტერესში არ არის, ეს რო იყოს აფხაზები იქნებოდნენ. ასე იგი. ნუ ახლა დღეს საღამოთი გადაიცემა თქვენი ეს საუბარი და ალბათ ბევრი კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდება თქვენს ნათქვამს რომ ესე იგი აფხაზებს და ქართველებს ამ შემთხვევაში გასაყოფი არაფერი არ აქვს. აგაშინა ღმერთო. დიდი მადლობა. რაც შეეხება ხიდს, მე წაგიყვანთ ეხლა იგზები. იქიდან ძალიან კარგად მოჩანს ის ხიდი და გაჩვენეთ საიდან ისვრიან და ისროდნენ უბრალოდ ერთი პერიოდი, ეხლა უკვე აღარ ისვრიან. იქ ნაწილობრივ დანგრეული არის ტექნიკა. და იმ საცეცხლე წერტილებს ვანადგურებთ. და ესე ვითავიდეთ და იქ ჩვენი პოსტები არის და გაჩვენებთ. ხიდი დაგანახეთ. დიდი მადლობა. ერთი წუთი გააჩერი, ერთი წუთი. დავიდეთ ბატონებია და დოპულიმია. პრაქტიკად იყო დასახიჩერებული ბორჯომელები იყვნენ ბიჭები. პირველი ბრიგადის მეთაური, თბილისის ბრიგადის მეთაური. ცოტა აქეთ მოდი რა შენ აქეთ შემოდი. კი ბატონო, ესე იგი ყველას აქვს საბრძოლო განწყობილება, იმიტომ რომ ყველას უყურთ თავისი მამული და საქართველო ერთია. ჩვენ სხვა ქვეყანა არ აქვს. ეგ არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ არავის არ მიცეთ, არც ერთ გავალ მიწის გავალს არავის არ დაგუთმობთ. ყოველთვის ვიდგებით საქართველოს სადარაჯოზე, იარაღით ხელში, როგორც ახლა ჩვენ ხედავთ, თქვენ ხედავთ ახლა ეს ბიჭებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო დავიცოთ გარეშე მტრისაგან. სტეფანი არა? კი ბატონო. სტეფანი. მოდი ახლა მეგობრულად და ძმურად. თქვენ ქართველი არ ხართ, ხო? სომეხი ხართ. აი ავტომატით გახართ ახლა და იცავთ საქართველოს ასე უნდა ვთქვათ, იცავთ საქართველოს, არა? ბევრი არის თქვენთან ასეთი? აი აქ სოხუმში რომელი? არიან ბიჭები. არიან ჩვენაც არიან. თეთრაცივში არიან ბიჭები, სომხები. რა ვიცი რა გითხრათ, მე ოფიცერი კაცი ვარ. საქართველოსთვის სპეცი მაქვს მიღებული. ჩემ დავალებას ვასრულებ აქ. საქართველოში ხარ დაბადებული? საქართველოში ვარ, თბილისში ვარ დაბადებული. კი. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ეს ჩემი რა ვიცი სამშობლოა. ამის გულისთვის და
დიდი სურვილით აქ ჩამოსული ვარ და ჩემდავალას ვასრულებ. სხვა რამე და რა ვიცი რა გითხრით. თავარი ეგ არის, მეტი არაფერი, აღარ შემოგვიყვება. თქვენ? მეც თბილისიდან ვარ. ქართველი ვარ. ალიგა ვარ უბრალოდ. რაც შეეხება განწყობას, რასაც დავალებას გვაძლევენ, ვიპალნაემ იმპერია ვიპალნაემ. Plan პირი ვიპალნაემ. დავალების გარეშე. არის სული მამული შვილური, რომელსაც არ ჭირდება. რო არ ქონდეს ეგრეთი სული აქ საერთოდ არ ვიქნებოდი. მე აქ რო წამოვედი, მე მუშაობდი წვრთნელად და ვიყავი ძალიან კარგად. მივატოვე ეს ჩემი სპორტის ამბავი და წამოვედი აქ. ამოვდი კი გიათორაძეს გვერდში. სამშობლოს ახლა ეს ჭირდება და თქნა რა სპორტსმენი ხარ? დიახ, საქართველოს ნაკრებში ვიყავი 9 წელიწადი ატლეტიკურ დამვარჯიშში. აი ახლა საქართველოს ესაა უფრო საჭირო და ნამდვილად ავტომატით ხავს. ნამდვილად. დიდი მადლობა. თქვენ? როგორც შემამხანაგებს მეც ისევე განწყობა მაქვს საბრძოლო. მინდა რომ ჩემი საქართველო იყოს ერთიანი, ამის გულისად ვარ ჩამოსულები და მე მგონია რომ არ ნაბის უკან არ გადავდგამთ და ბოლომდე უკანასკნელ დრომდე ვიქნებით აქ, სანამ ეს ყველაფერი არ მოგვარდება. იქნება მშვიდობიანი იმით, მაგრამ იქნება ბრძოლით, ამას ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც უკან არ დავიხებთ. კეთილი, დიდი მადლობა. შვილი. თბილისელი, სხვა რა თქვა? მოხალისე. უпроси ლეიტენანტი ვართანოვი, ბატონის მეთაურის მოადგილე. თბილისელი. ასმეთაურე ალიკა აბულაძე თბილისელი. კადრი. ბატალიონის შტაბის უпроси ლეიტენანტი ჭიგაიძე მალხაზი. ჩილბურჯანაძე. პირველი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი. ბატონ არჩილ. ახლა შეიძლება
Come
აფხაზეთში სუფენ დამნეულობა რომ აფხაზეთის მოსახლეობა შეფრულია ჯიშით არა არჩევ ჩვენს მმართველობით ორგანოებს სამასკაციანი ჯგუფი ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს, მაგრამ აი იარაღი არა გვაქვს და აი ამიტომ გაჩერებული ვართ. მივაგზავნეთ ერთი კვირის წინ ორი კაცი, თამარ ჭკადუარის კომისარი იყო, აფხაზეთის კომისარი იყო, პოლკოვნიკი კაცია, გამოცდილი კაცია, მივავლენეთ თბილისში. მაგრამ უეცრად დავა შეიძნა და ოპერაცია გაუკეთებიათ, მაშინ ბატონი შავარდნაძე ბრანდებოდა. არა, ახლა შემპირდა რომ მე მოგბრძანდითო კომისარიატში და იქ გავარკვევთ ყველაფერს. მივავლენეთ მაშინ შავარდნაძესთან, მაგრამ შავარდნაძე მაშინ დასულიყო გაირო. მზად ვარ სამასკაციანი ჯგუფი მზად ვარ. და ყველა ახლა აუცილებლად 40 წლის ზევით 50 წლამდე მე მგონი სხვაზე ნაკლები სროლა არ შეგვიძლია და სხვაზე ნაკლებად არ შეგვიძლია. არ ძალა შეგვიძლია. 62 წლის გაჩი ვარ. საბოთისა ვარ მე რა თქმა უნდა, 62 წლის გაჩი ვარ. მომენტი დიარაღოთ რა თქმა უნდა. მომენტი დიარაღი. მე წავა პენსიონერი გაჩი ვარ. თავს არ დამზოგავ. მოიყვანე საკამერაცებს საზამური და ბატონი პოლკოვნიკი თამარ ზიავიჩიეთ ჭკადუა ეს იყო აქ აფხაზეთში კომისარი და რაღაც სასწაულად გააძევეს აქედან აფხაზებმა გააძევეს და დღეს ის მოვიწვია ჩვენ და ჩვენ ჯგუფის ხელმძღვანელად დავნიშნეთ მაგრამ ახლა უეცრად ავად გახდა და ოპერაცია ჭკადუა თამარ პოლკოვნიკი ჭკადუა ვერ შემეჯიბრება მე ასე მწავს თქვენ რო გწავ სამალაზე მეტად მე ასე მგონია რომ მე მიყვარს მე უფრო მეტი არ უნდა დავიცვათ ჩემი ცოცხალი ჩანტირეკაცი ვარ ვიცის რო და ყველაფერი რა თუ და საჩამოსვლი და სადაკაურხა შესაძლებელი გამოსასწრაფო ყველაფერი ამბობს რა ის ეცეფნეთი წაიბოს ბაბადიეთ თუ თქვენ ეს ტელევიზიისათვის გინდა მე ერთ რაღაცას დავუმატებდი არც ერთმა ადგილობრივმა ხალხმა აფხაზების წინააღმდეგ ჩვენ ხიარაღი არავინ მაგრამ გადამკიელები რომ მოვიდნენ მაშინ მე ნაჯახსაც ავიღებ თოხსაც რაც რამე მე არავის არ დავაჩაგვრებ არავის არ დავაჩაგვრებ აი ამიტომ გთხოვთ რომ ეს გადასცეთ რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენ ძალავ ყოფნით მაგრამ საუბედუროდ ისეთი გახდა ისეთი ამბავი გახდა რომ მე ნუ მართალია ალალ ტყუანის გარჩევა მე მოხდება მაგრამ ბევრს დაურიგდა იარაღი ისეთი რომ მარადიორებს დიახ მაგრამ უმათქვევინებს ყველაფერს მაგრამ არასწორ ხალხს დაურიგდათ ეს უკმაყოფილო ვართ ამაზე და ის ნაღდი ხალხი შემართებით რო არის და გულით და გრძნობით რო ემსახურება ალალ მართალად ისინი ქედავჭით ის კი ბატონო მე ვიყიდე იარაღი მაგრამ მე მანქანა გავყიდე ყველა ვიცი ყველა შეიძენდა ეთქვათ გაწო ბავშვებს დაურიგა მე ვეუბნეოდი გაწო შენო რა გინდა რა თქია ბავშვი ჩემზე უკეთესია მე ვეწყინება ახალგაზრდა გაწო მე სამხედრო გამოვიარე ხუთევითად გაგიარე სამხედრო მოვალობა მოვისურვები მე სხვაური ვიყავი ვიცი პუშკაის სროლა და ყველაფერი სტანკი არ ვიცი მარტო
კომისარიატში მოგზადი და კომისარიატში ვიქნები და ხო ხარ? კი კაცო. ყველა წევი ყვან, ტანკი გერა თვითონაც გვერდი იყო. არაფერის უფლობას რო არ გვაძლევენ. სადა იარა რამდენი ბიჭები დადიან სოხუმში და სად მივიდნენ? არაფერი არა. არ გვინდა ვიღაცა შევაწუხოთ მოყვანილი კაცი, როცა ჩვენ ადგილობრივი ბიჭები, შენიერ კაი ბიჭები ყავს. შენიერ კარგად დაგვიცავთ. ის არა, კი. არის დიქტატორის სპორტული. აჩვენებს შვილობიან მოსახლეობაში. ერთგვარი გზადაზობის საკარი. სეცურად აწამეს და დაგხვიდეთ საქართველოს კანონიანი. აჩვენებს ფაქტები და დაწესებულება. აგრაცი დაზიანებულმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულის კატეგორიის წინაშე, დიალოგისა და მოლაპარაკების სცენარის საუბარი არ შეიძლება. ქართველო, დროა გონს მონებოს და ბოლოს გამარჯვებს ერთობარი. დროა საკადრისი პასუხი გასცეს ყველა ინფორმაცია, ვისაც საქართველოს დასამარება განუწყვეტს. მოვლენები ძალოთქულიდან გამომდინარე, სადაც ჩრდილოეთ კავკასიელ ტერორისტთა სისხლიანი აქცია ქალაქ გაგრაში შეფასდეს როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. მეორე, დაუყოვნებლივ მაგისტრატის სისტემის სამართლის საქმე ამ ადამიანური აქციის ორგანიზატორების მიმართ ვლადისლავ არტემოვის დროებითი მმართველობის ორგანო. მეხუთე, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება ვლადისლავ არტემოვის სისხლიან პროვასთან.
Yes,
რას უნდა მოელოდე იმ ხალხისგან, როცა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თვითმფრინავ უკან მისდევენ, რომ ჩამოართვენა იგივე სახელმწიფო საქართველოს. მე ვიტყვი, მოგიწოდებ თქვენ ყველანი ერთად დავჯერთ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახები სირცხვილისაგან, გადავარჩინოთ ერთიანი დიდი საქართველო. მე ვიტყვი, როგორც დაარასდროს ჩვენ ყველანი პირად უნდა მივიდეთ ხამილ საერთოდ. ეხლა ბევრს ლაპარაკობ. აი გუდამთაში რომ ერთი ჯგუფია აფხაზთა ხელმძღვანელები. ქართველი ჯარი შემოვიდა, აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა.
ბატონებო, მე მითხარი საერთაშორისო სამართლის რომელი ნორმა, რომელი დებულება ugzalავს სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოს მთავრობას თავისი ქვეყნის ფარგლებში, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილოს ერთი ადგილიდან მეორეს თავისი ჯარი. არ არსებობს ასეთი ნორმა საერთაშორისო სამართალში. არც იქნება ეს. საქართველოს ჯარი თუ საქართველოს ყოფნა უწერია, ჩვენ სიცოცხლე ვიწერია და ეს ასე იქნება, ჩვენ ვიცოცხლებ, ჩვენ ვიარსებებ, ჩვენ გვეხნება აყვავებული ქვეყანა, ჩვენ რა თქმა უნდა გვეყოლება არმია, გვეყოლება ჯარი და ეს ჯარი განლაგდება იქ, სადაც საჭიროა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისათვის. და ამ ჯარში იმსახურებენ რა თქმა უნდა ქართველები, რა თქმა უნდა აფხაზები, რუსები, სომხები, ყველა ვინც კეთილი ნებით არის აქ ჩამოსული, ვინც კეთილი ნებით, ვისაც კეთილი ნებით უნდა იცხოვროს, იშრომოს და იზმოს ჩვენთან ერთად. ეს ასე იქნება. ამ ორი დღის წინ მოხდა საშინელი რამე, რომელიც ალბათ როგორც უმძიმესი მოვლენაა შევა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. მე მიჭირს ამის თქმა, იმიტომ მე სახელმწიფოს მეთაური ვარ ორ შემთხვევაში 11 ოქტომბრამდე. და მე ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩვენ მოგვაწყვეტს. მე უნდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეგობრები, ჩვენ პატიოსანი ხალხი ვარ. და ჩვენ გჯეროდა იმ მოლაპარაკებისა, რომელიც გაიმართა მოსკოვში. მე ვიცი თქვენ როგორ მიესალმეთ იმ 3 სექტემბრის ხელშეკრულებას და საქართველოს მიესალმა იმ ხელშეკრულებას, იმიტომ რომ ის მართალი სიტყვებითაა შედგენილი და დაწერილი და ჩვენ ვენდეთ პრეზიდენტ ელცინს. მაგრამ მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა მე მინდა თქვენ ისე გაიგოთ, როგორც მე ამას ვამბობ. არ გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთოს. სოჩაში, ადლერში, სოფუმში მინდაბრობდა მოლაპარაკება. ხელი მოაწერეს დოკუმენტებს. დადგინდა უცხოელ მოთამაშეთა გაყვანის ვადები. ჯერ 15 სექტემბერი. მერე 25 სექტემბერი. მერე 1 ოქტომბერი და თურმე ავსტრიის განმავლობაში გზადდებოდა ის მუხანათური და გამყიდველური აქცია, ის უბედურება, რაც გაგრაში დატრიალდა. ამას ეს არავის არ შეერჩება. ეს არავის არ შეერჩება. მე გუშინ შევხვდი განციაში, ესექციაში, იმ დადაგებულ ხარობს, თავებს, ბავშვებს, მოხუცებს, ვაჟკაცებს და ქალებმა მითხრეს, შემცრა და შემაწუნა. თუ საჭიროა, ერთმა ქალმა თქვა, მე 2 შვილი მყავს და 2 შვილის მომიკლა, მაგრამ მომეცით იარაღი, მე უნდა წავიდე და მე უნდა დაუბრუნო გაგრა საქართველოს. ასია განწყობილი დღეს ყველა. გაგრა იყო, არის და იქნება საქართველოს ჭიშკარი, ქართული მიწა და მე მჯერა რომ ჩვენ ყველანი ამ მოახლოეს ხანებში აღვადგენთ სამართლიანობას. ეს იმ ვაჟკაცების, იმ ქალების, იმ ბავშვების
დაჭრილების ამ ყოფების სოვნისათვის აუცილებელი, რომლებიც დაეცენ ამ მადიან მიწაზე. ეს ასე იქნება. მე სრემლამდე ამაღელვა აქ სიტყვებმა ჩემ წინ რომ გამოვიდნენ ორატორები, რომლებაც აქედან ამ მოედნიდან სამეგრელოს მიმართეს. რამ გაგო სოხუმი და ზუგდიდი, სოხუმი და თბილისი, სოხუმი და წალენჯიხა. აქ კარგად რო გამოიკითხოთ, ყველანი ნათესავები ვარ. ერთი სისხლია, ერთი ხორცია. მე უერთდები იმ მოწოდებას, რომელიც აქ გაისმა. მე არ ვჯერა, ვერ დავიჯერე, რომ სამეგრელოში გადა ერთი რაღაც რამდენიმე ათეული კაცისა, ვინმეს წარმოედგინოს სამეგრელო საქართველოს გარეშე. ეს არ შეიძლება. საქართველოს წინაშე სამეგრელოს ისე როგორც კახეთს, ისე როგორც ქართლს და სხვა ჩვენ კუთხეებს ისტორიული დამსახურება აქვს. ასე იყო. საქართველო იყო ერთიანი, სამეგრელო იყო ერთიანი, მთლიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ასე იყო და ასე იქნება. და კიდევ ერთი, მე მადლობელი ვარ თქვენი აი კულტურული რეაქციის გამო, რაც მე აქ შევიგრძნები. როცა ორატორები ლაპარაკობდნენ არჩევნებზე. არჩევნები ერთ კაცს არ სჭირდება. თქვენ ისიც კარგად. ჩემი გაკვირვება ეს აპატიეთ რასო ლაპარაკობ. არც თანამდებობებით, არც გები და დიდები, არც ლაზღვანგინები. აღარ შეიძლება, აღარ ტერორი. ამასაც შეჩეული ვარ. და ჩემი ნერვები ამისთვისაც ზახარ. ნურა აი მაშია გაყვანა 85 კაცი გაიყვანა. და ვიტყვი გაიყვანა ახლა ქართული ჯარი გავიდეს. ნახე არ გაიყვანა. არც მათ გაიყვანა, რაც ჩვენ გაიყვანა. ეს უკვე ის არის. იცავი და თავისას. მე ის კი არა ვარ ახლა მე გამოსხოდა პასუხისმგებლობა უნდა ვიგისო ამაზე და უნდა გამოვასხო მობილიზაცია დაღუპულია გეუბნებით თუ გამო 100.000 200.000 კაცი დაჟლედან ერთმანეთს ქუჩაში და ერთმანეთს დაჭამენ როგორ კაცი რომ მოშივდება და გამწარდება მე იმას ვინ მართავს ეს ის 40.000-ია რა ჩავაცვალ რა იარაღისა და 40.000 იარაღი არის ჩვენ რო დავიწყოთ მაშინ ზათ იყო 40.000 კაცი აბა 250.000 ჩვენ დავიღოთ ახლა არ უნდა დაიღუპოთ. ჯო ხალხი აქ რომ შემოვიდეს ის 9 მილიონი კაცი საწაიყო რას უნდა. მორალურად ერთხელ და საბოლოოდ აფხაზეთის პრობლემა 250.000 კაცი რო ვარ ჩვენ თვითონ გამოვაცხადოთ და რაღაც სხვაგან ვერც მაშინ. გამოვაცხადოთ ვიცი რა არის მოდი რა ჩვენ გამოვაცხადოთ მაგრამ სადა აქ ბლოკირებულია რას გამოვაცხადოთ აქ ბლოკირებულია ტელევიზიები და ყველაფერი მოგვიტანონ გინდა ყველაფერი ანუ მობილიზაცია ხო გამოცა 40.000 შეესრულდა ჯაშლაბარაკო ზალა უნიკალური 40.000 ზალა როგორ არა ბატონო 40.000 იარაღი ზოქნება ობიექტურა ისე როგორც არის საჭირო ტელევიზორში გამოდიოდა მოტოდები ვითხარი თქვენ გიცკით იცოდეთ ჩვენ ვაცალოთ იმას ასაცია სახელმწიფო გადავწყვეტ სიგნალი ძალიან გიცით ეს დანარჩენი მე უნდა ვიგუშავე ახლა და რაღაცაში უნდა გავერკვე და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო ისეთი რაც საჭიროა ბატონო ედვარდ რუსეთის ჯარის საკითხი პრობლემა გადაწყვეტილება ყველას მას ეხმარებიან ხელს უწყობენ ჩვენ ვიშლიან ან გავიდნენ ისინი აქედან ან სრული ნეიტრალიტეტი დაეკავათ
აი ეშერის მაგიდონ დაიბარე ის. ეშერა და ეგერ გუდაოთის აეროდრომი. გამშვენებად მაგიდონ დაიბარე, ჩამოვა ის კაცი და დავიდები და ველაპარაკე. ეს შენი მოწყობა. ილე ჩამოვა. ყველა გავიდნენ აქ პირდაპირ წავყენეთ ეს საკითხი, რომ გავიდეს ეს ჯარი აქ. ეს კაცი და რა ვაჭრობა მიდის აქ არ ხედავს ყველა. ხო და ამიტომ რა არის ეგ როგორ შეიძლება მიგაკეთება? გეუბნები დაიჯ რა ვხდეთ როგორ გავაკეთოთ? რამდენი 15000 ის არის ავტომატი. გითხარით ბატონო, ჩვენ ვიყავით 15000 ავტომატი. ფუშას სალაბარაკო ხალხის სალაბარაკო. ყველა უნდა იცოდეს ეგ. ჩვენ როცა ვიყავით ხოლმე ხო გთხოვეთ, მოგვეცით ჩვენ, ხალხს მიეცით არ არის. არა ბატალიონს, მილიციის და ხალხს მიეცით სახალხო ლაშქარს. ჩვენ 1000 არ არის, 1000 ავტომატით. მოულიდეთ აფხაზებს. აფხაზებს მოულიდეთ. პირველი დღიდან მოულიდეთ. მაგრამ რაღაც ტაქტიკები, რაღაც თამაშები შევჭამა. დაღუპა აფხაზებს. როგორ მოულის ხალხი? ბატონო გორ მე ვთხოვ. ბატალიონები რო შეიქმნა, ეს თქვენი არ არის, აკაური არ არის. სად შეიქმნა ბატალიონები? ხალხს ვატყუეთ, ზეუნები. 2500 კაცი სად არის შექმნილი ბატალიონი? რატო არ არის? 2500 ბატალიონი თუ ყავს, ჩვენ მაშინ რაღა მინდა მე ვის ვეკითხები ღარ გადავა გუდაუთში შევყავდი ნამდვილი. მარტო სოხუმში ყავს 1200 ბატალიონი, რომელიც გასპენზე ახლად შექმნილი. ადგილობრივი ხალხი. სხვას არ ვითვლი. ხო რა, ხალხზე გაჩო, რატო ხალხი? არის ბატონო გივდი გავაში. რა არის ახლა ეს კაცი? ეს 18 კაციანი ბატალიონი ყავს კაცო, 18 კაციანი. ბატალიონი არის 18 კაცი, 9 კაცი არის ბატალიონი, ეს არის ბატალიონი. შენ სხვა უკეთესად იცი რა ბატალიონები არის? დავით. ეხლა აქ დავით და ჩხუბი საქმე არ გამოვა. მოდი ჩამოვყავთ. არ ვწოვ ჩვენ მე ვთხოვე ბატონო გვარს, დღეს ვთხოვე ველაპარაკე, მე ვთხოვე და უთხარით. აი ამოცხადდეს მობილიზაცია. ვიცით რომ მობილიზაციის გამოცხადება არის ჩვენი ხსნა დღეს. აი ეს არის ხსნა, თუ გინდა დიახ აფხაზეთში გამოაცხადოს მობილიზაცია. არა, გამოაცხადოს მობილიზაცია გამოაცხადოს მოიცადეთ. გამოაცხადოს, აფხაზეთში გამოაცხადოს რა. აი რასაც მივიღებ დახავ დადედი. მონაღულეთ ხალხი დადგება ეს დადგება. გამაგებინეთ, საწა. გაგრაში გითხე რომ 400 კაცი ყოფილიყო დღეში, არ გადარჩებოდა გაგრა. ვერ აიღებდა. რატო არ იყო ეს ხალხი? რატო არ იყო მე? მე გეკითხები თქვენ ხართ, თქვენ არა, თქვენ რატო არ იყო? რატო არ იყო? მე გეკითხები თქვენ რატო? იქ არ იყო მობილიზაცია, ხალხის ყოველ დაუძახეთ, მოვიყვანეთ, უნდა და ყოველ სოხუმის აეროდრომიდან გადის 100 კაცი, 200 კაცი მიდის იქეთ. აქეთ ერთი კაცი არ ბატონო რატო ხდება რა კაცო, რატო? მაგაში მართალი. რეგულარული ეგრეთ წოდებული შემოსული ჯარის ნაწილები. მე არ ვთხოვე დღეს ხო თომის გემი. აი ამაზე უნდა ინტრო თავი რა ვქნა. აი და დაგვიჭირ თავი და მე ვთხოვე და რა მაინც არ მეხმარა? შენ უნდა გეხმარა ან გემი დაწყვეტი დავიდა ტექნიკით მანქანებით და ხალხით დავიდა გემი ვთხოვე ბატონ გივის ვთხოვე ბატონ სანდრო ვთხოვე არ გაუშვათ ეგ გემი არ გაუშვათ ეგ გემი ვთხოვე არ გამაკეთებთ რომ ხო ჩავიყვან ხალხი ჩავყვა თავი მათ მეთქი არ გამაკეთებთ თუ ხარეთ არა მივედი და გავიდა გემი ღვაწლი მოდის ნუ მივედი რომ გავიდა უკვე გემი ხო ვთხოვე თქვენ дальнейшем нападением, движением в сторону города. Разумеется, здесь нам сказали, что может быть подобное. ვერ ჩამოვა. შეიძლება აცესო, ახლა გეება. არა ესო. კამერით გადავიღებ შერეგული.
ხელი გაუწი ამასაც უნდა ადრე როგორ უყურებს? საქმეა გინდა ჩამოახერე. აჰა. აი, ხო. ხეშერა გითხრა რამბავია მათ რამბავია ვინი ჩიკო ეს შედი ხო ეგარი მე ვიქნა ვიჟა მექსიკელი ვიქნა კალვერა არა სოპერო არა ვა სადა ჩიკო Robert,